მოგესალმებით, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ფარულ ვიდეო ჩანაწერს. ფარულ ვიდეო ჩანაწერის მთავარი მოქმედი პირი გახლავთ ნიაზ ღადუა, ქართული ოცნების აქტივისტი. ნიაზ ღადუა გახლავთ კარლო ღადუას, გოგა ღადუას, კარლო ის საპასპორტო სახელია, გოგა ღადუას ბიძა, გოგა ღადუა კიდევ თავად გახლავთ ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, სანამ საკრებულოს წევრი გახდებოდა, იგი გახდათ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზუგდიდში, ცნობილ ფაქტებში, რომელიც ადრე იყო აბსოლუტურად ყველაფერში მონაწილეობდა. ნიაზ ღადუა ძმაც ქართული ოცნების აქტივისტია და ფარულ ჩანაწერში, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, ჩანს თუ როგორ საუბრობს ბატონი ნიაზი, რომ იგი თავს აძლევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებულ გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მაგალითად თანამდებობის პირს, კერძოდ მინისტრ უბარის მოადგილეს ბატონ მამუკა ცოტნიაშვილს, ღრთამისოდენობას დიდია, ეს არის 21500 ლარი, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ ამ 21500 ლარად დევნილებს გადასცენ ბინები. ასევე საუბარია ამ ჩანაწერში, რომ ამ თანხის გადაცემა მოხდა ქალაქ თბილისში, სანაპიროზე მდებარე სახაშეში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის მამუკა ცოტნიაშვილის მძღოლის ფიგურირებს ამ კადრებში და ასევე ამ საუბარში და ასევე ის არის, რომ ჩვენ გვაქვს გამონაწერი სატელეფონო ნიაზ ღადუასი, სადაც 54 ჯერ არის განხორციელებული ზარი ბატონ ცოტნიაშვილთან, შესაბამისად ბატონ ცოტნიაშვილი ვერ უარყოფს მასთან კავშირსა და ნაცნობობას, ასევე დაფიქსირებულია ერთი ნომერი, რომელიც ასევე კორპორატიული ნომრების განეკუთვნება დევნილთა სამინისტროსი, ვინ არის ამ ნომრის პრობლემა ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ამ ნომერზე 100-მდე ზარი არის დაფიქსირებული და შესაბამისად ეს კავშირები, ანუ შიდა ქსელური კავშირები არსებობს. ჩანაწერში ასევე ჩანს სხვადასხვა სქემები, რომლებიც ხდება ბინების გაცემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ზუგდიდში, სადაც ბატონ ღადუა, როგორც თვითონ საუბრობს, შეიჭრა იქ, მოთხოვნები ჰქონდა თავისი და შემდეგ ისე ჩდება, რომ რაღაც გარკვეული პრობლემები მასაც ექნება. ამავე ჩანაწერში არის სახელი და გვარები კონკრეტული პიროვნებების, ვისგანაც ფული აიღო, თვითონაც რაღაც ნაწილი გახარჯული აქვს და ის 21500 ლარი, რომელიც გადასცა ბატონ მამუკა ცოტნიაშვილს, იქიდან ეგრეთ წოდებული ატკატის სახით, ანუ პროცენტი ბატონმა ცოტნიაშვილმა დაიბრუნა 2800 ლარი და ამაზე წუწუნებს, რომ ეს ძალიან ცოტა ფულია. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს როგორც აქამდე გრძელდებოდა, ქართული ოცნების სახელმწიფო გუნდში არის მაღალი კორუფცია და დაუყოვნებლივ მოვითხოთ, რომ მამუკა ცოტნიაშვილმა დატოვოს თანამდებობა, ასევე პროკურატურაში შეგვაქვს განცხადება და მოვითხოთ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, შესაბამისად ყველა დეტალი იყოს აქ გამოძიებული. ჩვენთვის ასევე ცნობილი იყო, რომ ამ ფაქტების შემდეგ დაახლოებით 3 თვეზე მეტი ნიაზ ღადუა იმყოფებოდა თურქეთში. დღეს არ არის, ანუ ამ ფაქტებს ასე ვთქვათ გაექცა. ასევე ღადუა აქ საუბრობს თუ ქართული ოცნების ადგილობრივმა ხელისუფლებამ როგორ გადააგდო, ასე ვთქვათ, ამორჩეველი და რა პრობლემები არის დღეს ზუგდიდში და მთლიანად სახელმწიფო გუნდში და საუბრობს იმ შაუბნელ საქმიანობაზე, რომელიც ადგილზე ხდება სხვადასხვა თანამდებობის პირებს შორის და საუბრობს იმაზე, რომ შევარდნაძის დროინდელი გუნდის წევრები როგორ არიან დღეს ზუგდიდში სახელმწიფო გუნდში. ბოდიში რაღაცას დავაზუსტებ, ანუ ამ 21000-ის სანაცვლოდ რა უნდა გაეკეთებინა გასაგებია ბინების, ანუ მეორე მხარე გასაკეთებდა. ამ 21000 ლარის სანაცვლოდ უნდა გადაეცათ დევნილებისთვის ბინები, ცოტნიაშვილის, თქვენ იცით, რომ შესაბამისი რიგია და სპეციალური ფულების მინიჭება ხდება და ამ ფულების მიხედვით გადაცემენ ბინებს, ვისგანაც ფული აიღეს, ისინი გადაწევდნენ ყველა სხვას, ვინც რიგში იყო და ამ დევნილებს გადასცემდნენ ბინებს. და კონკრეტული სახელი და გვარები არის აქ საუბარი და საგამოძიებო სტრუქტურები თუ დაინტერესდებიან ამ ჩანაწერის შემდეგ ნებისმიერ პიროვნებასთან შეუძლიათ გასვლა და ნახვა და თუ რაში არის ფაქტი და აი ეს 21500 ლარი აღებულია 6 პიროვნებისგან. ზოგისგან 5000, ზოგისგან 100. რა პრინციპით მუშაობენ ეს ადამიანები კიდე დაუზუსტებელი საუბარში ჩანს აბსოლუტურად, რაზეც ახლა მე გესაუბრებით, ყველაფერი ჩანს საუბარში. ანუ ეს საუბარი არის ცნობის წყაროსა და ნიაზ ღადუას ამ ცნობის წყაროს რაიონის აქტივობაზე ექნება რომ ან გამოძიებას მოხდით ხოლმე ალბათ და განსაკუთრებით სწყერო. კანონის შესაბამისად საქართველოს 53 მოხული ჩვენ ამ ამბობს დავიცავთ ჟურნალისტურ რომელსაც ჟურნალისტურ გამოძიებას მის მინაობა ჩვენ არის. ამის აბსოლუტურობაზე დაიწყება ალბათ საუბარს აიწყიან რომ
ამას ჩანთა რო არის როცა ბატონო, პირველ რიგში რომ ნიაზღადუა თავად კარგად ჩანს ამ ჩანაწერში, მისი სახე და თვითონ საუბრობს 20 წუთიანი ვიდეო ჩანაწერია და 1 წუთიდან და 54 წამიდან იწყება და ჩანს კარგად ნიაზღადუა აღარ კადრი აღარ წდება თვითონ ნიაზღადუა საუბარი 20 წუთიანი ვიდეოა ამ ვიდეოში ვინ ჩანს? ხოლოს ნიაზღადუა ჩანს თავიდან პირველი 1 წუთი როგორ შედის სახში და სახში თუ სახში ნიაზ არა სახში როგორ შედის ნიაზთან ჩვენი წყარო და ამ ყველაფერზე ასე არის სახაში თამბავი არ არის. არა სახში თამბავი გადაგებული არა ის საუბრობს ამ ჩანაწერში ეს ხდება ამ ჩანაწერში ამ სახაში გადასა როგორ მოხდა ცოტნეაშვილთან კონკრეტულად ცოტნეაშვილს როგორ მოხდა ცოტნეაშვილთან დაკავშირებით თანსახმელში წყარო რომელმე ჩვენის მოგვაწოდა წყარო რომელსაც ეს მოგვაწოდა ეს არის პირველი ეტაპი და თუ მას კიდე გააჩნია ვიდეოები და რაღაც სხვა გარკვეული მასალა ჩვენ აუცილებლად წარმოვადგენთ მაგრამ ჯერჯერობით ეს ანონიმური წყარო მხოლოდ ამას ამ თამისანაზოთ ამ პირ მაიღეს თუ არა მიიღეს თუ არა დინები ეს ორმა პიროვნებამ ზუსტად ვიცი რომ არ მიიღო იმიტომ რომ ჩანაწერში კარგად ჩანს რომ მამუკა ცოტნეაშვილი ზუგდიდში ელოდებოდა ნიაზღადუა და ნერვიულობდა რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი იდგა და შემდეგ ჩვენ როგორც ვიცით ორ პირს არ მიუღია და რა თქმა უნდა პასუხი მოთხოვეს ნიაზ და ამის გამო იგი წასული იყო თურქეთში ანუ გაიქცა ამ პასუხისმგებლობა და დღეს საძებანო 6 სახელი და გვარი სავარაუდოა რომ მიიღო აქ ასევე ამ ჩანაწერში კარგად ჩანს ისიც რომ აი როგორ დაახლოვდა თავის პირველ ეტაპზე ცოტნეაშვილთან გადუა სადაც დევნილთა ობიექტზე მუშაობდა ეს გადუა და იქიდან გაიცნო ცოტნეაშვილი შემდეგ მისი ძღოლისგან მოხდა კავშირის გაგმა და დიდი მეგობრობა ამ სქემაში ჩვენ ეს სატელეფონო ზარები რაც ეს ყველა არის ეგონ ცოტნეაშვილთან გადუასწარი ეს მთელი არის ცოტნეაშვილის სავარაუდო მთელი არის ყველა ცოტნეაშვილის ნომერი ცოტნეაშვილის ცოტნეაშვილის ნომერს თავიდან რო გვინდოდა დადასტურება ცოტნეაშვილის ნომერის ვეძებდი და ძალიან გასაიდუმლოებული იყო არც სამინისტროს აიძედებს და არც ასე მაგრამ ნამდვილად დავადასტურეთ რომ ეს ნომერი არის და შესაბამისად აქ არის რომ ძალიან ბევრჯერ რომ იყოს ხშირ შემთხვევაში არ პასუხობს ხოლმე მაგრამ ეს უცნობრელი ისიც არის 6 წუთს ელაპარაკება 11 წამს წუთს და 2 წამს და ასე შემდეგ რომ შესაბამისად რო არ იცნობდეს ამ ადამიანთა კონკრეტული შეხედვის წერტილები რო არ კონდეს არ დაელაპარაკებთ თან ეს არის სხვადასხვა იმის შემდეგ კიდე რაც ეს ამონაწილი სრულდება აგვისტოს თვეში და იმის შემდეგ კიდე რამდენჯერ შეიძლება მასთან კავშირი და ასე შემდეგ ნამდვილად უცნობია თქვენი სახელმწიფო ვიყავით. ეს შემიძლია სამსახურები წახდიო. ამჟო. ზარები რო იყო. ანუ აი,